Rock ლეგენდები. Fleetwood Mac-ი ალბათ ყველაზე დიდი საპნის ოპერაა, რაც კი ოდესმე პოპულარულ მუსიკას შეუქმნია. მთელი მათი ფენომენი მდგომარეობს უნარში. უკიდურესი ემოცია, ბრაზი და სევდა ყველა დროის ყველაზე ტკბილად ჟღერად ჩანაწერებად აქცია. რაც არ უნდა სენსიტიურად ჟღერდეს, ყველას ნუსხავდა იმის ყურება თუ როგორ იშლებოდნენ ეს ადამიანები სტუდიაში ნაწილება. თქვენ პირდაპირ გრძნობთ ამ ემოციას მათ შესრულებაში. იქ იგრძნობა ნამდვილი ისტორია და დიდი მემკვიდრეობა. Fleetwood Mac-ის ისტორია ორი ნახევრისგან შედგება. პირველი ნახევარი 1960-იანი წლების ბოლოს ბრიტანულ ბლუზ სცენაზე დაიწყო, სადაც ჯგუფის დამფუძნებელმა პიტერ გრინმა თავისი ნიჭი დახვეწა. 60-იანების ბოლოს ბრიტანული ბლუზ გარემო წარმოუდგენლად ცვალებადი იყო. მუსიკოსები იცვლიდნენ ჯგუფებს, მიდიოდნენ წინ და არანაირი უწყვეტობა არ არსებობდა. მიღებული წესი იყო, თუ ჯგუფში სახელს მოიხვეჭდი, სავარაუდოდ მას დატოვებდი და საკუთარ ბენდს ჩამოაყალიბებდი. სწორედ ასე დაემართა პიტერ გრინს, რომელიც სავარაუდოდ თავისი თაობის უდიდესი ბლუზ გიტარისტი იყო. ის იყო თინეიჯერი გიტარისტი ვუნდერკინდი, რომელიც ჯონ მეიალის Blues Breakers შეუერთდა და ერიკ კლეპტონის კი შეცვალა. ისინი იყვნენ თეთრკანიანი ბიჭები გარეუბნიდან, რომლებიც შავკანიანთა ბლუზ ვინილის ფირფიტებზე აღმოაჩენენ. ყველა დაახლოებით 1 ასაკის იყო, 17-18 წლის. ყველა ეს ჯგუფი, The Stones, Manfred Mann, ერიკ კლეპტონ, ყველა ლონდონის შემოგარენიდან იყვნენ. ამ პროცესების ცენტრში კი სწორედ ჯონ მეიალის Blues Breakers იდგა. მას შემდეგ, რაც სტუდიაში ერთ ინსტრუმენტალზე წარმატებულად იმუშავეს, პიტერ გრინმა თავის კოლეგებს Blues Breakers-იდან ჯონ მაკვისა და მიკ ფლიტვუდს ახალი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. შემადგენლობა ჯერემი სპენსერმა და ბობ რანინგმა შეავსეს და მათ ახალი სახელი Fleetwood Mac-ი დაირქვეს. ფიქრობ, პიტერ გრინი ძალიან თავმდაბალი იყო. ის უნებლიე ვარსკვლავი იყო და საერთოდ არ იყო შექმნილი დიდებისთვის. ჯგუფისთვის მიკ ფლიტვუდისა და ჯონ მაკვის სახელების დარქმევა იყო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი პასუხისმგებლობა და ყურადღება მხოლოდ მასზე არ ყოფილიყო ფოკუსირებული. ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია დიდ ბრიტანეთში პირველი ორი ალბომით, ხოლო 1968 წელს გიტარისტ დენი კირუენის დამატებით მათ საბოლოოდ მოიპოვეს თავისი ნომერი პირველი ჰიტი ალბატროს. დენი დაახლოებით 18 წლის იყო, როდესაც Fleetwood Mac-ს შეუერთდა. პიტერ გრინმა მას უბრალოდ უთხრა, მიდი და ალბომის ერთი გვერდი დაწერეო, რაც წარმოუდგენლად დიდსულოვანი საქციელი იყო. ასე გახდა ალბატროს ჯგუფის პირველი ნამდვილი ჰიტი. ეს შესანიშნავი სიმღერაა, თუმცა სულაც არ გავს იმას, რაც დღეს Fleetwood Mac-ზე გვახსენდება. როცა მას ვუსმენობ, ვგრძნობ, რომ ის გარკვეულწილად განცალკევებით დგას მათი დანარჩენი შემოქმედებისგან. მარტივი მისახვედრია, რატომ გაჰიტდა. ეს ლირიკული გიტარის პარტია მართლაც ულამაზესია. ამას ემატება თევშების ხმა, რომელიც ტალღების მსგავსად იმსხვრევა. ამ ჟღერადობის გავლენას ისეთ ჯგუფებშიც მოისმენთ, როგორიცაა Pink Floyd. დევიდ გილმორი ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ ამ ხმის სიზმრისეული განწყობა სწორედ აქედან ისესხა. გაცილებით გვიან კი ჯგუფი KLF მის სემპლირებასაც ახდენდა. ასე რომ როგორც ცალკეული ტრეკი, ის უზომოდ გავლენიანი აღმოჩნდა, თუმცა Fleetwood Mac-ის კარიერული ხაზისთვის შედარებით ნაკლებად. ჯგუფის მესამე ალბომი Then Play On პიტერ გრინისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. პიტერ გრინი ყოველთვის ძალიან სათუთის სულის პატრონი, ვერ გაუმკლავდა LSD-ის ინდუსტრიულ რაოდენობას. ამან ის შეცვალა. მას აღარ შეეძლო ვინმესთან ან რაიმესთან ურთიერთობა. პიტერ გრინს შიზოფრენის დიაგნოზი დაუსვეს. მას მენტალური აშლილობა ჰქონდა. პირველ რიგში მას სურდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჯგუფის მთელი ფული ქველმოქმედებისთვის გადაეცა, რამაც ბენდის დანარჩენი წევრები, რა თქმა უნდა, არ აღაფრთოვანა. ეს მდგომარეობა ნაწილობრივ ხსნის კიდეც მის გენიალურობას. ის რაღაც არა ამ ქვეყნიურს ეხებოდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მსხვერპლად იყო. ის ჩვენთვის აშკარად მამოძრავებელი ძალა იყო და მის გარეშე ჯგუფის საჭის გარეშე დარჩენილ გემს დაემსგავსა. მათ აღარ იცოდნენ საიწასოლებდნენ. ამან გამოიწვია პერიოდი, როდესაც ჯგუფი ცოტა არ იყოს დაბნეული და ქაოტური გახდა.
პიტერ გრინის წასვლის შემდეგ ლიდერის როლი დენი კირუენმა გადაიბარა. 1970 წელს ჯგუფს კიდევ ერთი წევრი კრისტინ მაკვი შეემატა. ჯონ მაკვის მეუღლე, რომელიც ბენდს ბექ-ვოკალითა და ალბომის გაფორმებით ეხმარებოდა. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ და ყოფმავნობდნენ პიტერ გრინის გარეშე გაგრძელებაზე, რადგან ის ჯგუფის დე-ფაქტო ლიდერი იყო. თუმცა კრისტინს ჯგუფის მიმართ უდიდესი ენთუზიაზმი ჰქონდა. ის თავად იყო პიტერ გრინის დროინდელი ფლიტვუდ მაკის ფანი. კრისტინ მაკვი ბრწყინვალე მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. მანამდე ის ჩიკენ შექში მოღვაწეობდა, რომელიც ბლუზ ბენდი იყო. 60-იანების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისის მუსიკალური სამყარო საკმაოდ სექსისტური იყო. ქალებს ძირითადად მხოლოდ ლამაზ ბექ-ვოკალებად ან ფასადურ მომღერლებად აღიქვამდნენ. იშვიათობა იყო ხალი მუსიკოსი, რომელიც კაცებზე უკეთესად ან მათ სავით კარგად უკრავდა. კრისტინ მაგი ჯგუფის დინამიკა შეცვალა. ის დამოუკიდებელი არტისტი იყო და არა უბრალოდ ჯონის ცოლი. ვფიქრობ, მან ბენდს ახალი განზომილება შეცდინა, როგორც პირველმა ქალმა წევრმა. შემდეგ შემადგენლობა კვლავ შეიცვალა. დენი კირუენს ალკოჰოლიზმის გამო ჯგუფის დატოვება მოუხდა. ის სიმღერების ავტორმა ბობ უელჩმა შეცვალა, თუმცა მალევე ისიც წავიდა. მას შემდეგ, რაც ბობ უელჩი, მათი მთავარი ავტორი წავიდა, ფლიტვუდ მაკ დარჩა ტრიოდ, რომელსაც სიმღერების დამწერი აღარ ჰყავდა. უნებრივია, ჯგუფში კრიზისი დაიწყო. ამ დროს ლოს-ანჯელესში ლინდსი ბაკინგემი და სტივი ნიქსი, რომლებიც წვილი იყვნენ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულად, საკუთარმა ლეიბლმა გაათავისუფლა. პროექტიდან ბაკინგემ ნიքს. მიკ ფლიტვუდმა შემთხვევით მოისმინა მათი სიმღერა და ერთი თვის შემდეგ ბაკინგემი და ნიქსი უკვე ფლიტვუდ მაკის წევრები იყვნენ. ასე დაიწყო ჯგუფის მეორე თავის შემადგენლობით მიკ ფლიტვუდი, სტივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი, ჯონ და კრისტინ მაკვიები. 1975 წელს მათ გამოუშვეს ალბომი, რომელსაც ირონიულად ისევ ფლიტვუდ მაკ ერქვა. მან დაიპყრო აშშ-ის ჩარტები და აჩუქა მსოფლიოს სტივი ნიქსის მიერ დაწერილი ჰიტი რიანა. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. რიანონ საოცარი ტრეკია. აქ სტივი ნიქსის ხმა წინა პლანზე გამოდის. ძალიან ლამაზი და წარმოუდგენლად დამამახსოვრებელი სიმღერაა. ის უელსელ ჯადოქარზეა. და სწორედ აქედან დაიწყო სტივის ფენომენი. ეთერული, ჰიპური სილამაზე, რომელიც კალიფორნიულ პოპ-როკს ასრულებდა. დიდებული სიმღერაა. ეს ფაქტობრივად მეორე სადებიუტო ალბომი იყო. ჯგუფში სიმღერების წერის ნიჭის ისეთი მოზღვავება იგრძნობოდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანი, როცა ყველაფერი იდეალურად ემთხვეოდა ერთმანეთს. მათ დაიწყეს მუშაობა პროდაქშენის ბრწყინვალე სტილზე. ყველას ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდათ წასვლა და როგორი მუსიკა უნდა შეექმნათ. ისინი ერთმანეთს შთააგონებდნენ და სწორედ ამან შვადიდებული მუსიკა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ბაკინგემისა და ნიქსის მოსვლამ ფლიტვუდ მაკი სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. მათ შემოიტანეს ისეთი ხარისხის სიმღერები, რომლებიც იდეალურად ჟღერდა 70-იანების რადიოებში. ჰიტები მათგან უბრალოდ წყალივით მოედინებოდა. ამან ჯგუფს ახალი სიცოცხლე შთაბერა და საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავებად აქცია. სტივი ნიქსი მართლაც ფასინაციური პერსონაჟი იყო. სტივის ბრწყინვალე ხმა ჰქონდა. ლინდსი ბაკინგემი კი ერთი შეხედვით ბრნელთვალებად ტანჯული გენიოსის ტიპაჟი იყო. ამავდროულად მათში იგრძნობოდა რაღაც ახალი, კალიფორნიული და პროფესიონალური. Landslide ეს ულამაზესი სიმღერაა. ის ჯერ კიდევ ჯგუფ ჰარტიდან მოდის და სტივი ნიქსის პირველი სერიოზული წვლილი იყო ფლიტვუდ მაკის შემოქმედებაში. მასში იგრძნობოდა სტივისეული, ძალიან მსხვერპლი რომანტიზმი. ეს იყო გზა, რომლითაც ფლიტვუდ მაკის ეს ასპექტი განვითარდებოდა, რადგან ჯგუფის წევრები ერთმანეთს სხვადასხვა მუსიკალურ სფეროში ეჯიბრებოდნენ. ამ სიმღერით სტივი ნიქსმა საკუთარი მუსიკალური ტერიტორია მონიშნა.
თუმცა იმ დროს, როდესაც ალბომმა ASHS-ში პირველი ადგილი დაიკავა და 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, ბენდის წევრების პირადი ცხოვრება უკიდურესად დაიძაბა. Fleetwood Mac-ი ამ მომენტისთვის უკვე გიგანტური წარმატების მქონე ჯგუფია, მაგრამ შიგნით ყველაფერი იშლება, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როცა ბენდის წევრებს ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ. სტივი და ლინდსი ერთმანეთს დაშორდნენ, ჯონი და კრისტინიც დაშორდნენ. თავად მიკ ფლიტვუდის ქორწინებაც კი დაინგრა. იმ პერიოდში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ისინი ფაქტობრივად ჯოჯოხეთურ დროს გადიოდნენ. ფიქრობ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარებაც არ ეხმარებოდა სიტუაციას. და მიუხედავად ყველაფრისა, ისინი საუკეთესო ალბომს ქმნიან. 1977 წელს ჯგუფმა გამოუშვა Rumors, თითოეული წევრის მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტები პირდაპირ აშიშვლებდა იმ პირად ქაოსს, რაც ჯგუფში სუფევდა. კრისტინ მაკვის ბენდის განათების რეჟისორი შეუყვარდა. სწორედ ამაზეა სიმღერა You Make Loving Fun. ისინი ყველანი ერთმანეთზე წერდნენ სიმღერებს. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად აშკარად ხდიდა მათ განცდებს. ეს ძალიან ფასინაციურია. ეს იყო კათარზისული ალბომი, რომლის მეშვეობითაც ისინი საკუთარი პირადი ცხოვრებისგან იწმინდებოდნენ. ამ ალბომში ლინდსი ბაკინგემი და სტივი ნიქსი ერთმანეთს სიმღერის ენით ელაპარაკებოდნენ, რადგან როგორც ადამიანები ნორმალურ საუბარს უკვე ვეღარ ახერხებდნენ. მათი ურთიერთობები სიმღერების მასალად იქცა. საოცარი სანახავია, ლინდსი წერს ისეთ სიმღერას, როგორიცაა Go Your Own Way. და ამ დროს ისინი სცენაზე ერთად ასრულებდნენ მას. მათი ცხოვრება პირდაპირ მათსავე მუსიკაში ჟონავდა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო. აშკარაა, რომ მათ პირადი ტრავმებისგან დიდი კრეატიული შთაგონება მიიღეს. ფიქრობ, ყველა კარგი მწერალი ასე იქცევა. სტივი ნიქსმა დაწერა Dreams, ლინდსი ბაკინგემისადმი მიძღვნილი საკმაოდ სათუთი სიმღერა, რომელიც მიანიშნებდა, რომ ყველაფერი აუცილებლად დასრულებული არ იყო. ეს ერთგვარი მეგობრობის ხელის გაწოდება იყო. ამას დაუმატეთ კოკაინის უზარმაზარი რაოდენობა, რაც მგონი ისტორიულად დადასტურებული ფაქტია. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნუსხავდა ადამიანს. ეს იყო იდეალური მელოდიურობისა და წარმოუდგენელი ვირტუოზობის ნაზავი, რაც რეალურად საკმაოდ მარტივ და სადა როკ მუსიკად იყო შეფუთული. ამ ჩანაწერი ჟღერადობამ განსაზღვრა ის, თუ როგორი მუსიკა ისმოდა იმ პერიოდის რადიოებში. მას მოგვიანებით soft rock-ი შეარქვეს, რაც ცოტა დამამცირებლად ჟღერდა. თუმცა სინამდვილეში ეს იყო ძალიან სუფთა, მდიდრული პროდაქშენი, იდეალური გზა ამ ბრწყინვალე სიმღერების წარსადგენად. მათ ზუსტად იმ დროს მიაღწიეს პიკს, როდესაც FM რადიოები აფეთქდა. ეს მბზინავი, კაშკაშა პოპ მარგალიტები იქ იდეალურად ჯდებოდა. კალიფორნიული პოპ ჟღერადობა იმ დროს ძალიან მოდური იყო. მეორე მხრივ, ის არტისტები, როგორებიც იყვნენ Eagles, Crosby, Stills, Nash and Young, ამავე კალიფორნიული ჟღერადობის საკუთარ ვერსიებს ქმნიდნენ. ასე რომ, დრო შერჩეული იყო იდეალურად. Rumors-მა დღემდე მსოფლიოში 45 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად აქცევს. ახალი ტალღითა და პანკით შთაგონებულმა ბაკინგემმა დაარწმუნა ჯგუფი, რომ მომდევნო დიდი მოლოდინების მქონე ალბომისთვის დას უფრო ექსპერიმენტული მიმართულება აეღოთ. ლინდსი ბაკინგემი არ გავდა პიტერ გრინს იმ გაგებით, რომ არ იყო ისეთივე ტანჯული სული. თუმცა ისიც აშკარად უნებლიე პოპ-ვარსკვლავი იყო. მას არ აინტერესებდა მხოლოდ ის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბენდი ყოფილიყო და ჰიტი-ჰიტზე გამოეშვა. ის იყო თავგამოდებული, სერიოზული ინტროვერტი მუსიკოსი, რომელიც თავს ყველაზე ბედნიერად სტუდიაში გრძნობდა.
ლინცი ბაკინგემი მუდმივ ძიებაში იყო. ის ყოველთვის რაღაცას უსმენდა, რაღაცაზე ფიქრობდა. ის მუსიკის დიდი მომხმარებელი იყო და მგონი ამ პერიოდში მან ძალიან აიტაცა New Wave. ის განსხვავებული ჟღერადობა, რომელიც ახალგაზრდა ჰიპური ამერიკიდან მოდიოდა. პირადად მე ძალიან მიყვარს Tusk. ვფიქრობ ბრწყინვალეა. ჩემთვის ესეც შედევრია ოღონდ სხვაგვარად. ის არ არის სავსე ჰიტებით და ჰიმნებით, მაგრამ ძალიან ინტელექტუალური მოსასმენია. დღესაც რომ ვუსმენ, სრულიად ახლებურად ჟღერს. Tusk ძალიან გრძელია. მასში 20 სიმღერაა და ის უფრო უცნაური, საინტერესო და ექსპერიმენტულია. რა თქმა უნდა, ის ვერასოდეს გაიყიდებოდა ისე როგორც Rumors, მაგრამ მიუხედავად მისი რთული რეპუტაციისა, მაინც დიდებული ჩანაწერია. სხვადასხვა სოლო პროექტებზე მუშაობის პარალელურად ჯგუფმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია ალბომით Mirage. თუმცა 1987 წლის ალბომით Tango in the Night აღმოჩნდა ის, რამაც ჯგუფი საბოლოოდ გადაიღო. თვით ლინცი ბაკინგემაც კი, კაცმა რომელმაც ეს სიმღერები დაწერა, რომელმაც გამოიარა Rumors-ის ემოციური ქაოსი და დაძაბული ჩაწერა. თქვა რომ Tango in the Night-ზე მუშაობა მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ცუდად იყო საქმე ამ ალბომის შექმნისას. მას მოუხდა სტივი ნიქსის ვოკალის ფაბრიკაცია, რადგან სტივი ზედმეტად იყო დაკავებული სოლო კარიერით. პარალელურად ის ტკივილგამაყუჩებლებზე იყო დამოკიდებული და სტუდიაში თითქმის არ ჩნდებოდა. ალბომის ჩაწერისას მიკ ფლიტვუდს დროის უმეტესი ნაწილი ლინცი ბაკინგემის სახლთან დგარ ფურგონში ეძინა. ამიტომ დრამის ზოგიერთი პარტიის დაკვრაც კი ლინცის მოუხდა. ეს ბაკინგემის ალბომი იყო, რადგან სხვა დანარჩენებს მასზე მუშაობის თავი უბრალოდ არ ჰქონდათ. Big Love იყო ძალიან დასამახსოვრებელი სინგლი Tango in the Night-დან. ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ამ სიმღერის 12-ინჩიანი ვერსია იდეალურად ერგებოდა ბალეარულ დისკოს. ფანტასტიკური ჩანაწერია, რომელმაც ბევრი ჰიტი მოგვცა. ჩემთვის ეს ალბომი მუსიკალურად შეიძლება ისეთი საინტერესო არ არის, თუმცა ჩემი ფავორიტი სიმღერა მაინც Sweet Little Lies არის. უბრალოდ გენიალურია. იცით რა მიყვარს მასში? იშღერს ძალიან ტკბილად, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მტკივნეული ტექსტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთის შეხედვით ჩვეულებრივი პოპ სიმღერაა, მაინც გულსაკვლავად მიმაჩნია. მას შემდეგ, რაც ლინცი ბაკინგემმა Tango in the Night-ზე მუშაობა დაასრულა, დღის წესრიგში მსოფლიო ტურნე დადგა. თუმცა ჯგუფი, რომლის წევრებიც ინდივიდუალურადაც კი ძლივს ფუნქციონირებდნენ და ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ, რბილად რომ ვთქვათ, მომზადებელი იყო დიდი ტურნესთვის. ბაკინგემმა განაცხადა, რომ მას აღარ სურდა გასტროლებზე წასვლა იმ სიგიჟის გამო, რაც ფლიტვუდ მაკს მუდმივად თან სდევდა. ლინცი ბაკინგემისა და სტივი ნიქს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ლინციმაც კარი გაიჯახუნა. მან უარი თქვა ტურნეზე და კარგახნით დატოვა ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ Tango in the Night გაყიდვებით ფლიტვუდ მაკის მეორე ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა, ლინცი ბაკინგემმა ბენდი მიატოვა. ჯგუფი არსებობას განაგრძობდა მუდმივად ცვალებადი შემადგენლობით, თუმცა წარსული წარმატების გამეორება ვეღარ შეძლეს. მოგვიანებით ტურნეებმა ჯგუფს ხელახალი გაერთიანების მიზეზი მისცა. როგორც ჩანს, დრო ყველაფერს კურნავს. ყველას უნდა ფლიტვუდ მაკის ნახვა.
ეს იმიტომ, რომ ისინი ისევ ერთად არიან და მათ აქვთ უზარმაზარი ისტორია. მე მინახავს Fleetwood Mac-ი ცოცხლად და ეს მართლაც განსაკუთრებული რამ არის. ამ ყველაფრის მიღმა საოცარი ამბავია, რაც ხალხს ნუსხავს. და ამას მათი შესრულების დროსაც გრძნობთ. Rumours-მა 40 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. ის იმ დროის ადამიანების DNM-შია ჩაბეჭდილი. უამრავ ადამიანს უნდა ნახოს სტივი და ნახოს ლინდსი. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დაეთანხმება იმაზრს, რომ ჯგუფის განმსაზღვრელი შემადგენლობა მაინც ესაა. მაკვი, ბაკინგემი, ნიქსი და ფლიტვუდი. თუმცა ამავე დროს პიტერ გრინის დროინდელი შემადგენლობაც აბსოლუტურად ბრწყინვალეა. დიდი სიცხვილი იქნებოდა ხალხს ეფიქრა, რომ Rumours-ის ერა Fleetwood Mac-ის ერთადერთი ეპოქაა, რადგან მათ ადრეულ ინკარნაციაშიც უამრავი საინტერესო და ამაღელვებელი რამ ხდება. ეს გავს 5 მხრივ ქორწინებას. მათ რეალურად არ შეუძლიათ არსებობა, ან რაიმეს კეთება ერთმანეთის გარეშე. მთავარი ის არის, რომ ეს 5 ინდივიდი მხოლოდ მაშინ მუშაობს სრულფასოვნად, როცა ისინი ერთად არიან. და წარმოიდგინეთ, ეს მათთვის რამდენად დამატყუებელი და გამაღიზიანებელი უნდა იყოს. Little Dot Studios Network-ის პროდუქცია. პროდიუსერი და რეჟისორი გალ სევილი. გახმოვანებულია ვინი ლიჯის მიერ.